ისრად სოცნების მინისტრმა ბრიფინგზე არ თქვა, ოფიციალურ ბრძანებაში აისახა, ირკვევა, რომ სტაციონალური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატი ჯანდაცვის სამინისტროს 1 მაისამდე წარუდგინოს. ამბულატორიულ, დღის სტაციონარის და ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებლებს კი აკრედიტაციის და ISO სერტიფიცირების მოპოვებისთვის კიდევ 1 წელი მიეცათ. მათ სამინისტროს შესაბამისი სერტიფიკატი უნდა წარუდგინონ არაუგვიანოს 2025 წლის 31 დეკემბრისა. დაწესდა გამონაკლისებიც, კერძოდ ჯანდაცვის მინისტრს აქვს უფლება სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომის უზრუნველყოფის ან სხვა საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე კლინიკას მისცეს გონივრული ვადა საერთაშორისო აკრედიტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ასეთ შემთხვევაში კლინიკა გააგრძელებს სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული სერვისების მიწოდებას. იმ ვადაში, რასაც სამინისტრო განუსაზღვრავს. რამდენად სწორად მიმდინარეობს და რა არის პროცესში გამოწვევები სამედიცინო სექტორისთვის. ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჯანდაცვის ექსპერტი ნინო მირზიკაშვილი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. ნინო, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. გამარჯობათ, მოგესალმებით. ნინო, როგორც გავიგეთ, დაახლოებით 1 წლით გადავადდა კლინიკების ნაწილისთვის აკრედიტაციის მოთხოვნა და მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ 2022 წელს დაანონსდა და 23 წელს დაიწყო, კლინიკებმა მაინც ვერ მოასწრეს აკრედიტაციის მიღება. როგორ შეაფასებთ ამ გადავადებას და ხომ არ არის ეს გარკვეულწილად ერთგვარი, თქვათ, უსამართლობა იმ კლინიკების მიმართ, რომლებმაც მობილიზება გააკეთეს მთელი რესურსის და დათქმულ ვადებში ჩაეტიენ? ნინო, დიდი მადლობა, რომ ამ თემით დაინტერესდით და აშუქებთ ამ თემას, იმიტომ რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესია სტაციონარებისთვის და არა მხოლოდ სტაციონარებისთვის და ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, 2022 წლის ბოლოს დაანონსდა და თქვენ მართალი ბრძანდებით 2023 წლის 26 იანვარს იქნა მიღებული ბრძანება, რომლის თანახმადაც 2 წლიანი ვადა ჰქონდათ თითქმის სამედიცინო დაწესებულებებს, რომ გაიარათ საერთაშორისო აკრედიტაცია. თავისთავად მისასალმებელია, რა თქმა უნდა, ეს პროცესი, იმიტომ რომ აკრედიტაცია ხარისხის შეფასების, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი კომპონენტია და გულისხმობს ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას და თუმცა ჩვენ თავიდანვე ვარაუდობდით იმ რისკებს, რა რისკების წინაშე დღეს დადგა სამინისტროს ახლანდელი ხელმძღვანელობა. კერძოდ არის ბევრი კლინიკა, რომელმაც ვერ შეძლო დათქმულ დროში აკრედიტაციის პროცესის გავლა. რაც შეეხება აკრედიტაციას, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო აკრედიტებელი ორგანოების მიერ უნდა მოხდეს აკრედიტაციის მინიჭება, მხოლოდ 6 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც აღიარებს ჯანდაცვის სამინისტრო და მათ მიერ უნდა მოხდეს კლინიკებს უნდა მიანიჭონ აკრედიტაცია. ბევრმა კლინიკამ ძალიან წარმატებით გაიარა ეს, ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს, როგორც ფინანსურს, ისე ადამიანურ რესურსს, ინფრასტრუქტურას და მთელ რიგ პროცესებს, მაგრამ ბევრმა კლინიკმა, რა თქმა უნდა, ვერ შეძლო დათქმულ დროში ამ პროცესის გავლა. რა თქმა უნდა, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ნამდვილად არის არასამართლიანი დამოკიდებულება იმ კლინიკების მიმართ, ვინც დათქმულ დროში გაიარა ეს პროცესი და შესაბამისად არის გარკვეული მიკერძოება იმ კლინიკების მიმართ, ვინც ვერ გაიარა ეს პროცესი. ჩვენ ზუსტად იმიტომ ვფიქრობდით, რომ იმიტომ იყო ეს პროცესი მნიშვნელოვანი, რომ ყველა კლინიკა ყოფილიყო ერთნაირ სიტუაციაში და მთავარი ამოსავალი წერტილი იყო და ეს ბრძანებაშიც არის განსაზღვრული, რომ ვინც ვერ გაივლიდა აკრედიტაციას, ის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩაიხსნებოდა, ანუ ვერ მიიღებდა სახელმწიფო დაფინანსებას. დღეს ეს პროცესები გარკვეულწილად დაპაუზდა და გადავადდა 1 მაისამდე აქვს მიცემული კლინიკებს, თუმცა მე ეჩვევა, რომ დარჩენილ 60 თვეში იმ კლინიკებს, რომელსაც საერთოდ არც კი დაუწყიათ ეს პროცესი, მოახერხონ და გააკეთონ აკრედიტაცია. ნინო, ძირითადად რომელ კლინიკებს უჭერთ? აქ არის საუბარი კერძო კლინიკებზე თუ სახელმწიფო კლინიკების ნაწილზეც, რომლებმაც ვერ შეძლეს აკრედიტაციის მიღება? სახელმწიფო, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სახელმწიფო კლინიკებს, კონკრეტულად მაგალითად რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რუხის საავადმყოფოს სახელმწიფო კლინიკებს არ აქვთ ეს აკრედიტაცია საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული, თუმცა არიან გარკვეული კერძო კლინიკები. ეს რისკი, რაზედაც ბატონი მინისტრი საუბრობდა, რომ ზოგიერთ ადგილას, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში შეიძლება, თუ კი კლინიკამ ვერ გაიარა აკრედიტაცია სერვისების გარეშე დარჩეს ადგილობრივი მოსახლეობა, ეს რისკი ნამდვილად არსებობდა დასაწყისშივე. იმიტომ რომ ყველა კლინიკა, რა თქმა უნდა, ვერ გაივლის ამ იმიტომ რომ ამ პროცესს ჭირდება ძალიან დიდი რესურსი, ფინანსური პირველ რიგში, იმიტომ რომ გარკვეული გადასახადი აქვს თითოეულ საერთაშორისო ორგანიზაციას თავისი, ასე ვთქვათ, საფასური აქვს იმისათვის, რომ მიიღონ ეს პროცესი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, არის ადამიანური რესურსები და ინფრასტრუქტურა, აპარატურა. ეს არის მთელი რიგი პროცესი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კლინიკა იმისათვის, რომ მიიღოს აკრედიტაცია და იმისათვის, რომ ისევ და ისევ მიაწოდოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება ადგილობრივ მოსახლეობას.
დიახ, ნინო, რამდენად არის თქვათ შესაძლებელი, რომ იმ კლინიკებმა, რომელზეც შეიძლება გამონაკლისი დაწესდეს და წლის ბოლოს კი არა შეიძლება 2 ან 3 წლიანი ვადა განესაზღვროს, იმიტომ რომ აქ დავინახეთ ჩვენ, რომ ბრძანებაში წერია მინისტრს აქვს უფლება, რომ თავად განსაზღვროს ამა თუ იმ რეგიონში თუ საჯარო ინტერესი არსებობს კლინიკას სხვა ვადა ჰქონდეს მიცემული აკრედიტაციისთვის. არის თუ არა საფრთხე ან რისკი, რომ ამ კლინიკებმა საერთოდ ვერ დააკმაყოფილონ თქვათ ეს ხარისხის მოთხოვნები და შესაბამისად ხარისხზეც აისახოს ეს მათ მიერ გაწეულ მომსახურების ხარისხზეც. დიახ, ეს რისკი ნამდვილად არსებობს, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება უწევთ კლინიკებს, როდესაც გადიან ამ პროცესს და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროცესი, რომ კლინიკამ გაიარა აკრედიტაცია, მიიღო, ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებას გულისხმობს. ანუ ეს პროცესები, რომელიც აეწყობა კლინიკაში, მუდმივად უნდა უმჯობესდებოდეს, მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს. 2-3 წელიწადში ერთხელ არის რეაკრედიტაციის პროცესი. ეს არის ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება, რომელიც ისევ და ისევ ორიენტირებულია პაციენტზე და საუკეთესო გამოსავლებზე. რა თქმა უნდა, ეს კლინიკები, რომლებიც ამ პროცესს ვერ გადიან, იქ ალბათობა მეტია იმისათვის, რომ არ იყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. ზოგადად, აკრედიტაციის პროცესი ემსახურება იმას, რომ ისევ და ისევ განმეორდები საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და თუ კი ეს ლიდერშიპი დაუშვებს რაღაც გამონაკლისებს, მაშინ რა თქმა უნდა, არასამართლიანი დამოკიდებულება იმ კლინიკების მიმართ, რომელიც დებენ ძალიან დიდ რესურსს იმისათვის, რომ ეს პროცესები დააკმაყოფილონ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკა იმისათვის, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, სერვისების გარეშე არ უნდა დარჩეს თუნდაც მაღალმთიანი მოსახლეობა, მაგრამ მეორეს მხრივ იყოს თანაბარ პირობებში იმ კლინიკებთან, რომელმაც გაიარეს აკრედიტაციის. ამ შემთხვევაში პოლიტიკაში რას გულისხმობს, რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ? თქვათ იმ კლინიკებს დაეხმაროს, რომ გაიარონ აკრედიტაცია თუ როგორ რა ნაბიჯები შეიძლება? მომსავალ თუ კი ეს სახელმწიფო კლინიკებია და უმეტესწილად სახელმწიფო კლინიკებია, რა თქმა უნდა, რესურსი უნდა ჩაიდოს, უნდა გაუმჯობესდეს პროცესი, უნდა დაეხმაროს აუცილებლად იმისათვის, რომ აკრედიტაცია გაიარონ. იმიტომ რომ ეს ბრძანება, როდესაც თავის დროზე გამოქვეყნდა, ის ხო ყველასთვის იყო, ხო? იგივე თუნდაც დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამბულატორიულ მომსახურებაზე და ლაბორატორიულ მომსახურებაზე, რომ წლის ბოლომდე უნდა დააკმაყოფილონ ISO 15189, ხო? ყველა ლაბორატორიისთვის არის ეს მნიშვნელოვანი და ჩვენ ხო თუ დაუშვებთ გამონაკლისებს, ხო? ამას რაღაცა თავისი არგუმენტაცია უნდა გქონდეს, მაგრამ ეს არგუმენტაციაც არ არის საკმარის. ამ შემთხვევაში თემა არის ის, რომ უნდა დავეხმაროთ იმ დაწესებულებებს, ლაბორატორია იქნება ეს ამბულატორია თუ სტაციონარი, რომ დააკმაყოფილოს აღიარებული საერთაშორისო მოთხოვნები, რომელიც აქვს ამა თუ იმ სააკრედიტაციო ორგანოს მიერ დაწესებული, რომელიც აქვს. ნინო, თქვენ ახსენეთ, რომ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აკრედიტაციას ატარებს ახლა და აძლევს სერტიფიკატს, აი რამდენად თქვათ მივიღებთ ერთიან უნივერსალურ სტანდარტს, როდესაც სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ხდება შეფასება, აი რამდენად თქვათ ყველა თანაბრად მისაღები ორგანიზაცია არის, თქვათ თანაბრად მორგებული იქნება იმ სტანდარტებზე, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ. რამდენად ვენდობით ყველა მათგანს? კი, გასაგებია. იცით რაშია საქმე? ეს 6 ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრულია ჯანდაცვის წინა მინისტრის ბრძანებით, ეს არის კანადის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2 ამერიკული ორგანიზაცია, ავსტრალიური, 2 გერმანული ორგანიზაცია, მაგრამ თემა არის ის, რომ ეს 6-ვე ორგანიზაცია არის აღიარებული საერთაშორისო მააკრედიტებელი ორგანოს მიერ. ეს არის ქოლგა ორგანიზაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ეს თავად ეს ორგანიზაცია. ამიტომ შესაბამისად სტანდარტი და იმის უფლება, რომელსაც გასცემს ესა თუ ის გერმანული იქნება, ამერიკული თუ ავსტრალიური მააკრედიტებელი ორგანიზაცია, ამის უკან დგას ეს ქოლგა ორგანიზაცია ISQA ასე იშიფრება. ეს არის ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც არის აკრედიტაციას თავად ამ ორგანიზაციებს ანიჭებს უფლებას, რომ მათ იმუშავონ ამ მიმართულებით. შესაბამისად, ახლა არა აქვს დიდი მნიშვნელობა გერმანული აკრედიტაცია მოიპოვე თუ ამერიკული პრინციპი და ძირითადი გაიდლაინები არის თითქმის ერთი და იგივე, უბრალოდ რაღაცა დეტალებში და პატარა ნიუანსებშია, მაგრამ ისევ და ისევ ხაზს გავუსვამთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ აკრედიტაცია ეს არის პროცესის გაუმჯობესება, ხარისხის უწყვეტობა, ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არ არის ერთჯერადი პროცესი და შესაბამისად, თუნდაც ბევრმა კლინიკამ დღეს მიიღო აკრედიტაცია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი 2-3 წელიწადში შეძლებენ და გაივლიან შემდეგ პროცესს. ამიტომ ეს პროცესები მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს და ეს არის მნიშვნელოვანი. ნინო, აი ძალიან
მოკლედ მინდა რომ ბოლოს მითხრათ, რადგანაც გადავადდა ეს პროცესი, ეს აისახება სელექტიურ კონტრაქტებზეც, რაც იყო თქვათ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ რაღაცნაირი გაცხრილვა მომხდარიყო ამ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, ეს დროში გადავადება რამდენად აისახება თვითონ ამ რეფორმაზე? ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს ერთმანეთზე ასე ვთქვათ მიბმული თქვენ სწორად აღნიშნეთ, სელექტიური კონტრაქტირება უნდა მოყოლოდა, როდესაც DRG-ს რეფორმა დაიწყო, როდესაც იგივე თუნდაც აკრედიტაციის რეფორმა დაიწყო. სელექტური კონტრაქტირებაზე ბევრი საუბარი იყო, თუმცა დღეს ყველა ვხედავთ, რომ არ არის ეს ნაბიჯი გადადგმული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიიღო იმ კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რომელიც აკმაყოფილებენ ისევ და ისევ გარკვეულ კრიტერიუმებს. ამიტომ რა თქმა უნდა ეს დაპაუზება ისევ და ისევ პროცესი შეჩერებულია, გაჩერებულია დროებითად, თუმცა მე ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ 1 მაისამდე იმ კლინიკებს, რომელსაც ეს პროცესი არც კი დაუწყიათ, მოახერხონ და მიიღონ რომელიმე ან ჩამოთვლილი საერთაშორისო მააკრედიტებელი ორგანოს მიერ აკრედიტაციის პროცესი. ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ რეფორმა ისევ გაჭიანურდება. ძალიან დიდი მადლობა. კი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ალბათ ისევ გადაავადებენ და რაც ისევ და ისევ არასამართლიანი დამოკიდებულება იმ კლინიკების მიმართ, რომელსაც გაიარეს ეს პროცესი და რომელიც შეხვდნენ მზად 1 იანვარს რა დედლაინიც იყო მოცემული თავდაპირველი ბრძანებით. ძალიან დიდი მადლობა. ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჯანდაცვის ექსპერტი ნინო მირზიკაშვილი იყო ჩვენი სტუმარი.